მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა გამოვედით შეხვედრიდან. მოკლედ, მოცემულობა არის შემდეგი. პირველი ამრამდე არაფერი არ გვეშველება საერთოდ, ისე იქნება როგორც არის. დანარჩენს რაც შეეხება. მოკლედ 95 დეციბელზე არის საუბარი. ეს იქნება ოღონდ ღამის საათებში. 9 საათიდან 7 საათამდე, უფრო სწორედ 7-8 საათამდე. ნუ ამას მე კონკრეტებენ და გვეტყვიან რა. ამ 95 დეციბელში ვინც ჩაჯდება, არ აქვს მნიშვნელობა როგორი მაყუჩი ეყენება. ოღონდ ეს არ უნდა იყოს კაპოტიდან ამოშვერილიო და გვერდებზე, მანქანის გვერდებიდან გამოსულიო. ანუ ქარხნულად სადაც აქვს ავტომობილს მაყუჩის სამაგრი, ასე ვთქვათ, იქ უნდა კონდეს დამაგრებული ეს მაყუჩიც. და არ უნდა აღემატებოდეს 95 დეციბელს. თქვენ შეგიძლიათ რაც გინდათ ის დააყენოთ, უბრალოდ აი ამ პარამეტრებში უნდა ჩაჯდეთ. 95 დეციბელზე მეტს არ უნდა გამოსცემდეს თქვენი ავტომობილი ხმას. ხო, ეს კანონი ძალაში შევა 2026 1 იანვრის 2026 წლიდან 2027 წლამდე. და ასე ვთქვათ, მიდის საუბარი იმაზე, რომ იქნება დაკვირვების ქვეშ. თუ ისევ გაგრძელდა ხმაური და იგივე სიტუაცია დარჩაო, მერე კიდე დაიწევა უკვე ეს ნორმა, საუბარი არის 85 დეციბელზე. ეს უკვე 2027 წლის 1 იანვრიდან. ხო, რაც შეეხება დანარჩენს, როგორ მოხდება ამის შემოწმება და გაზომვა. სპეციალური აპარატების ტესტები მიმდინარეობს, რაც გითხრეს ახლა. ოღონდ ეს იქნება პროფესიონალური, არ არის რაღაცა 35 და 40 დოლარიანი ხმის მზომები რა, საუბარია. ხო, საუბარია დაახლოებით 4000 ევროდან ზევით ღირს რა ეს აპარატები და ტენდერი ამაზე გამოცხადდებაო და დეკემბრის ბოლოს ალბათ უკვე ყველაფერი გარკვეული იქნება და 1 იანვრიდან უკვე ესრულებაც კანონს შევა. მანამდე ვერაფერს ვერ შვებითო. ანალოგიური სიტუაცია იქნება როგორც ახლა არისო. ხო, რაც შეეხება გადაყვანას ავტომობილის, თუ მეტი იქნება დეციბალი გადავიყვანთ, თუ გადაკეთებულია და მეტია, ანუ თუ მეტია დეციბალი და თან გადაკეთებულია, ორივე მუხლით დააჯარიმებენ და გადაიყვანენ. მაგრამ თუ ნორმაში ჯდება და გადაკეთებულია, გულისხმობთ მაყუჩის შეცვლას, ამ შემთხვევაში არანაირი ჯარიმა არ იქნება და არც გადაყვანა არ იქნება. ხო, რამე რა დაგვრჩა ისეთი მოკლედ ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ავტომობილები მოვიყვანოთ ისეთ კონდიციაში, რომ არ აღემატებოდეს 95 დეციბელს. ეს ძალიან მარტივი არის, თუ სწორად და კარგად ავაწყობთ ყველაფერს და სწორი მიდგომა გვექნება ყველაფერთან, მე მგონი, რომ ამ ყველაფერს მოვერგებით. და რა ვიცი, ანუ არ უნდა შევიგნოთ და უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ქალაქში, ასე ვთქვათ, ხმაური. ანუ უფრო რთული პროცესია, ვიდრე ანუ ერთი შეხედვით ჩანს რა. იმიტომ რომ იქ არის ბავშვების ინტერესები დგას პირველ რიგში, როგორც ანუ საზოგადოებრივი სქემა არის აწყობილი, ჯერ ქვეითი არის, მე რაღაც ველოსიპედისტია, მე ეს არის, მე ესე. პრივილეგია აქვს მოსახლეობას პირველ რიგში და ბავშვებს რა. ხო და ეს ხმაურიც, ანუ ეხლანდელი სტატისტიკები და რაღაცები რაც არის, ეხაც არისო. თან ცოტა რაოდენობით არ ხდებაო რა. მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმები იწერება, ადამიანებს ავტომობილებს ართმევენ, ეხლაც ხდება, ამიტომ რა ვიცი, ის ადამიანები, ვინც აგრძელებენ, ასე ვთქვათ. ხო, რა მაქსიმალურად მოგიწოდეთ, რომ მოერიდოთ, იმიტომ რომ ყველაზე იქნება ეს დარტყმა. ხო, და ამის გამო ვართ იდეაში რეალურად აქამდე მოსულები რა. ხო, მოკლედ რომ შევაჯამოთ, 1 იანვრიდან 95 დეციბელი იქნება, გადაკეთება შეგვეძლება. როგორც გვინდა, გარდა კონსტრუქციისა, ანუ ამ კაპოტიდან ამოსულს გულისხმობ და გვერდებიდან გამოსულს, თავის ადგილზე სადაც არის, თუ გინდათ 2-იანი გეყენოთ, 3-იანი, 6-იანი არ აქვს მნიშვნელობა რა, თავის ადგილზე უკან, სადაც უნდა იყოს მაყუჩი, იქ უნდა იყოს რა. F სერიის მძღოლებს რო პრობლემა გქონდათ მაყუჩებზე და ეგეთ რაღაცებზე და ორ ცალ, ასე ვთქვათ, მაყუჩზე, მაგაზე აღარ იქნება პრობლემა, უბრალოდ თავარია, რომ ამ 95 დეციბელში ჩააჯდეთ და არ იხმაუროთ და არ შეაწუხოთ ადამიანები რა. ხო, თუ ვერ ჩაჯდება, ორივე მუხლით დაჯარიმდებით თუ გადაკეთებულზეც და ხმაზეც. ხო, ნუ ჯერჯერობით სულ ეს არის რა. რა ვიცი, კიდე ერთი შეხვედრა გველოდება წინ, როგორც გითხრეს და უკვე იანვრიდან ეს კანონი შევა ძალაში რა. ეს თქმა შეგვიძლია ჯერჯერობით ეს არის. მადლობა.